თაი დუმლოს გეტყვი. ბაბუა შენს აქვს ფული და მარხული. იქა სვანეთში ბოლო ხეროა დიდი ხო იცი იმის უკან გადაზომე 2 მეტრი ნაბიჯი და გათხარეთ იქა და იქ არის სკივრი თუ რას ეძახიან ჯერებული. მართლა იყო ეგეთი რაღაცა. ოპა, ბატონი გელაც მოსულა. ახლა დავუსვათ ბატონ გელას კიდევ ერთი შეკითხვა ჩვენი დილის გამოკითხვის სერიიდან. ანი მოდი მივესალმოთ აბა. არ ვაცით ამ კაცს სამსახურში მოსვლას. დილამშვიდობისა ბატონო გელა, როგორ ბრძანდებით? როგორ? არის და თომდილი. აი დილიდან ბატონო გელა, დილიდან. მანქანების გავყიდეთ, მოვიყვანეთ, დაგახვედრეთ, ევაკუატორები დავცალეთ და ახლა ჩვენ გვინდა ბატონო გელა, იცით რა? რაღაცა გვინდა რომ გავაკეთოთ, რაღაცა ან წავიდეთ, წამოვიდეთ, ვერ ჩერდებით მარტო. შენ რასაც დადიხარ და რასაც სეირნობ, ვინმე არის ადამიანის ზურგზე, დადიოდე, სეირნობდეს და დროს ატარებდეს. ვიყვარს ბატონო გელა და რა ვქნათ. მანქანები ჩამოგივიდათ? მანქანები ჩამოგვივიდა კიდევაც, დავცალეთ კიდევაც, გავრეცხეთ კიდევაც, აი გაწკრიალებულია დიპალეს 05 დილიდან. ვაჰ, ეს მართლა არის შოკი. რა გინდა, რიცი გაკეთება გინდა ან მითხრა? აი ეგ თქვენ მოიფიქრეთ, მაგაზე უკეთესად არაფერი არ გამოგდით. მანქანები კარგია, იყიდება. შემოსავალი გაქვთ დეტყობა. შემოსავალი რო არის, მაგიტო გვაქვს სალაპარაკო ბატონო გელა. ეს უყურეთ როგორ არის. აი დღეს მე ხო ვიძახოდი მოვა ამ ავტომობილების დღე. აი მოვიდა ხო ხედა. აი შეხედეთ. ეს ხო არის არ ჩინეთი არის დუბაი. ახლა არის საქართველო. და ამდენი ავტომობილი მყავს ხო? 300-400 ავტომობილია დათო ადგილზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ან რამდენი ავტომობილი მყავს გარეთ. მოდი ჩვენ რაღაცა გინდათ რაღაცის გაკეთება. მე მინდა. გინდა. მოდი, ანი, შენ უხელმძღვანელე ერთი რამე გავაკეთოთ. ოღონდ ჩვენი არხი უნდა გამოიწერონ, თუ რა გინდა თქვი როგორ არის? გამოიწერონ მათემატორსიც და გელაბარკავაიას გვერდით. გამოიწერონ. Facebook-ით რა. თორე ვერ მიიღებენ მონაწილეობას. გათამაშება არა მე? ვნახოთ. თქვენ ხო გაგიგიათ ტესლას დამფუძნებელი? ილონ მასკი. ილონ მასკი. მოყურე, ეს ჩემი შერეული მეგობარია. ჩვენ დუბაიში ხვდებით ერთმანეთს, იმიტომ რომ გამოფენაზე მას დუბაიში ძალიან დიდი ბიზნესი აქვს და მან ესეთი რამე თქვა, დათო რომ თუ გინდა ტიპი გახდე, შენ უნდა გახადო შენი თავი. და ეს ღმერთი არსებობს, ერთია მარტო ეს ღმერთი. და თუ რაღაცას ღმერთი გაძლევს, ამ ღმერთი რო გაძლევს, ამის 50% უნდა დახარჯო. ზუსტად ისე უნდა დახარჯო და გადანაწილო, რომ ღმერთი მადლიერი იყოს, ხო? ახლა საქართველოში ჩვენს ტიპობა გვინდა, ხო? ვცდილობთ, ხო? მოდი ჩვენ ახლა რაღაცა დავგეგმოთ, გამარჯობა. მოდი ისეთი რამე გავაკეთოთ, რაც ილონ მასკმა გითხრა, რომ ახალი სიახლეებიო და მოდი პარალელურად წინ კიდევ მანქანები დღეს და დავათვალიეროთ, ხო? გავიაროთ. აი, რამდენი ავტომობილი ყავს მოყვანილი. უყურეთ, რა უნდა გავაკეთოთ? ბიჭო, რაღაცა განცხადება რო გავაკეთეთ, თქვენს რომ აუ ამ წელში ვერ ვждები, იმ წელში ვერ ვждები. უყურე, რა გავაკეთოთ? რისი გაკეთება მინდა? მოდი, ესეთი რამე გავაკეთოთ. ხო არის? ხალი გათხოვდა. და განაწყენებულია ქმარი ან ცოლი. ისიც თავისთვის მართალია, ესეც თავისთვის მართალია, მაგრამ დაშორდნენ. და ამ ქალმა ყველაფრისგან ხელი ჩაიქნია, ხო? მერე ვიღაცა მეგობარი მონახა და ის მეგობარიც ვარგისი გამოდგა და გონია რომ კიდე ხელი ჩაიქნია, ხო? და მოდი ჩვენ ესეთი რამე გავაკეთებთ. ერთ დღეს შენ უხელმძღვანელი. ყველაზე მაგარ რესტორანში დაახლოებით დავპატიჟოთ 100 ქალი, რომელიც ფიქრობს, რომ მის ცხოვრებაზე არის განაწყენებული. აიგე, იმან უღალატა, ამან ჩაუშვა თუ გაყიდა თუ მოატყუა თუ რაღაცა და ფიქრობს, რომ აწი მე არაფერი არ გამომივაო. მოდი, ჩვენ აი ამ ქალბატონებს დაუძმაკაცდეთ, დაუმეგობრდეთ და ერთი დღე ვაჩუქოთ როგორც ჩვენ გავაკეთეთ გათამაშება, ამას გამოვაცხადებთ. ერთ დღეს მოვა
სახელი და გვარი, ამას ჩვენ ჩავყვრით ყულაბაში, დოლურაში ამას ჩვენ ჩავყვრით ანი და 100 ქალბატონს მოვიწევთ ყველაზე მაგარ რესტორანში. ერთ მაგარ დროს გავატარებთ. და მე მათ როგორ გავაკეთებ იცი? მე მათ აუხსნი რომ არასდროს არ არის გვიან და დაუმტკიცებ. ახლობით 100 იქნება, ხო? და ერთმანეთს ძალიან მაგრად მოვეფერებით, გავიცნობთ და ცხოვრებას შევუცვლით 100-ს. ყველა იშოვის სამსახურს და ახლა ეს გავაკეთეთ, მაგრამ რა მერე? ბოლო რა უნდა იყოს? ბოლო უნდა გავათამაშოთ. თუ ჩვენ ამ ბიზნესში ვართ, ხო? ჩვენ ვყიდით ავტომობილებს და ჩვენ უნდა გავათამაშოთ ერთი ახალი ავტომობილი. ძალიან მაგარი. და ორი, ერთ ადამიანს 100% შეუცვლით ცხოვრებას, მაგრამ დარჩენილებსაც უთუოდ შეუცვლით ცხოვრებას, იმიტომ რომ მოდი გავათამაშოთ და გავაკეთოთ ესეთი რამე, რომ დანარჩენებს კიდე ხან iPhone-ი, ან რაღაც საჩუქრები გავუკეთოთ, ხო? და მივცეთ შანსი, რომ ხელი არ ჩაიქნიონ. სამსახურები შევთავაზოთ. მე ერთი დღე ექსკურსია გავაკეთოთ დუბაიში, წავიყვანოთ, იქაც მოვეფეროთ და მე არ ვარ დათო ის კაცი, რომ ფინდეს უთხრა, რომ იცი რა, ეს მანქანები აი, უცებ რომ ხელი გაქვს ჩაქნეული და ამ ავტომობილს რო გაჩუქებებ, ხო? ხო მაგარი იქნება, ცხოვრება ხო შეიძლება. და ესე გავაკეთოთ. უყურე როგორ არის, კიდევ ერთჯერ ავხსნი. გამოვაცხადებთ. გაიხარე. და ესე გავაკეთოთ. ქალბატონი კიდე ავხსნათ, ქალბატონი, რომელსაც არ ყავს მეუღლე. და ხელი არ ჩაქნეული ყველას ვეპატიჟებით და ერთ მაგარ დღეს მოვუწყობთ. და გავათამაშებთ ერთ ავტომობილს. თან ყველას ერთად შემდეგ წავიყვანთ დუბაიში. რა შეეხება დუბაიშიც აუხსნი, რომ მე რომ მინდოდეს 100-ს ერთ დღეს დუბაი მოლში მოვაწყო სამსახურში, მაგრამ ამას არ გავაკეთებ. ამას არასდროს არ უსურვებ ქართველ ადამიანს, ან საქართველოში მცხოვრებს, რომ მე ურჩიოთ თქვენნაირ ახალგაზრდებს, რომ საქართველოდან წადით, იქ უფრო მეტი ხელფასი გექნებათ, უფრო მაგრად იქნებით. არა, საქართველოში დედაშენთან და მამაშენთან ყოველთვის უფრო მაგრად იქნები და სამსახური ჩვენ ბიძაშვილები არა ვართ, მოხვედი აგერ და ოხედავ ყველას უყარხარ, დიდს და პატარა, შენ თვითონ უნდა მოერგო, შენ საქმეს უნდა იმუშაო. 19 წლის გოგო თუ მოერგე, 30 წლის ქალი, ქალმა რატო უნდა ჩაიქნიოს ხელი, ხო, ან 40 წლისმა უნდა იმუშაოს, მაგრამ რამს თავარია იმ ერთ ადამიანს ჩვენ შევუსვლით მთლიანად ცხოვრებას და გაუმჯობესებთ ცხოვრებას. რაც შეეხება ჩვენ ავტომობილებს, იყო დრო ერთი ნატურა არ ანათებდა და უცებ დადგა დრო, რომ ამდენი ავტომობილი არის შემოყვანილი და ყოველ დღე შემოვა კიდევ ავტომობილები. რაც შეეხება ჩვენს კომპანიას, ჩვენი კომპანია ყველას აძლევს გარანტიას იმისას, რომ თუ ავტომობილს რამე მოუვიდა, ჩვენ მას აუცილებლად გავუკეთებთ, შევაკეთებთ. აი, ეს არის ავტომობილი, რომელიც ოჯახისთვის, ტაქსისთვის უკეთესი არ არსებობს, იმიტომ რომ 600 კილომეტრს დადის და ეს არის ჩვენი ავტომობილი, ჩვენი ბიზნესია ეს და ყველას უწყობთ ხელს და ყველას ვაძლევთ და ამით ორკაბეთ ფულს შოვლობენ. რა სიტყვი, როგორი აზრია? კიდევ ერთხელ თქვათ ეს გათამაშება როგორ იქნება? ჩვენი გამომწერი უნდა იყოს და როგორ ჩვენი აუცილებლად ჩვენი გამომწერი უნდა იყოს, ჩვენ გამოვაცხადებთ, ანი მიიღებს სახელ და გვარს პასპორტს. გამოვაცხადებთ, ჩვეულებრივად უბრალოდ არ ვიცი ეს ახლა ჩვენი არხი უნდა კონდეს, ხო გამოწერილი? ჩვენი არხი გამოიწერონ და მეილზე გამოაგზავნონ თავისი მონაცემები უბრალოდ. სახელი, გვარი, მისამართი. ერთ შენიერ დღეს ერთ მაგარ რესტორანში დავპატიჟებთ, ერთი დღე მაგრად გავატაროთ, გავიცნოთ ერთმანეთი და ჩემი სურვილი რა არის? გავათამაშოთ ერთი ავტომობილი და ყველას ურჩიოთ თუ როგორ ჯობია ხვალისთვის. ეს ქალბატონები გახდებიან ჩვენი ოჯახის წევრები, ზოგი ბათუმელი იქნება, ზოგი შალვა ერთი წუთი დამელოდე. ერთ დროს შალვაც შენსავით პატარა ბიჭი იყო, სუსტი იყო, გაიგე?
და ახლა შეხედე კარგმა ცხოვრება. აი გამარჯობა შაბო. აი კარგმა ცხოვრება, ხო ხედავ? გასუქდა და ახლა დაკლებისთვისაც ფულს მთხოვს, უნდა წავიდე და დავიკლევ, არ გეჭამა ბიზია და არ მოიმატებდი. აი, ესე სუქდებიან მათემოტორში. დღეს მათემოტორში არის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია მთელს ამიერკავკასიაში. თუ ვინმეს ავტომობილი ჭირდება ელექტრო, ჰიბრიდი თუ ბენზინი, ეს არის ჩვენს კომპანიაში და მომსახურებით კიდევაც სანამ შეგვეძლება და სანამ ვიქნებით განაწყენებული ადამიანი ჩვენთან ჯერ არ ყოფილა ისე რომ აი რაღაცა ვერ შეუსრულეთ. აი ეს პიკაპები რო ვამბობდით, დიდი რაოდენობით არის შემოსული და ვიღაცებმა რო თქვეს აჯობებს ეს ვითომ Toyota-ს. უყურე, რატომ არ უნდა აჯობოს? თქვათ რატო არ უნდა აჯობოს, ხო? ერთ დროს მარადონას მაგარი იყო. პელეს მაგარი იყო. მაგრამ აგერ ყვარაცხელია, ხო ხედავ ორივეს ერთაჯობია, ხო ხედავ? და რატო არ აჯობებს ეს ავტომობილი სხვა ავტომობილებს, პიკაპებს, ხო? და აჯობა კი არა, ჩახაზა კიდევაც, ხო? როგორ ვის უნდა შენი დიზელი როცა არის ელექტრო და ჰიბრიდი ერთად, ხო? თანამედროვე და არის პიკაპები, რომელიც არის 80 წლის უკანდელი სისტემით აწყობილი. მოდი რაც თქვით ამას ჩვენ გავაკეთებთ და გისურვებთ წარმატებას, შენ კიდევ დაკლებას.